ვერც სტუმარს მივესალმებ, ოთარ ჭულხაძე, გმადლობთ მობრძანებისთვის. მოდით მე ესეთ კითხვას დავსვამ. აი რა პროცესია ახლა თვითონ ოპოზიციაში ან საპროტესტო ამ აქციების მონაწილეებს რიგებს შორის თქვენ ალბათ აკვირდებოდით დღეს სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს იქ პესიმიზმია იქ ნიჰილიზმია იქ ამბობდნენ რომ ამ პროცესებს აზრი არ აქვს ასე წარმართვას მაგრამ აქვე იყო შემდეგ უკვე გამხნევება რომ ახლა არ არის დანებების აი რა პროცესია ახლა რა პროცესი მიმდინარეობს მოგესალმებით კიდევ ერთხელ პროცესი არის ის რაც მოხდა ლოგიკური გაგრძელება და დაგვირგვინება იმისა რაც დაიწყო არჩევნების ბოიკოტირებით. იმიტომ რომ რეალურად არჩევნების ბოიკოტირება არის პოლიტიკური სუიციდის აქტი. ეს სუიციდის აქტი იყო რამდენიმე თვეზე გაწელილი და ეს გაფორმდა რეალურად ნაწილი პარტიებისთვის ძალიან დაბალი პროცენტულობით, რომელიც მათ მიიღეს მაგალითად გახარიას პარტიამ და ხოლო ნაწილი მათგანისთვის საერთოდ პოლიტიკური ზენიდან გაქრობით, ხო და ეხლა ყოველი ეს შეძახილი რომ აი ჩვენ ახლა გამხნევდეთ და რაღაცა არის მხოლოდ არ ვიცი უბრალოდ ერთმანეთს ამხნევებენ იმიტომ რომ ის პოლიტიკური კულტურა რომელსაც ისინი წარმოადგენენ ხო აი მაგალითად განსხვავებული აზრისთვის პუტინის აგენტობის წოდება ყოველთვის რევოლუციაზე სწორება ქვეყნის ჯანჯღარი რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით 2020 წელს და ერთი სიტყვით ის პოლიტიკური რეალურად უკულტურობა აი ეს ყველაფერი მიდის პოლიტიკური სცენიდან. ახლა ისინი ხომ არ არიან ისინი ვინც აღიარებენ ამას. ისინი ამბობენ რომ აი ჩვენ აი ესე კი ვერ შევძლებთ უბრალოდ მათი უძლურება იმ პიკს აღწევს რომ აი რაღაცა მცირე ტიპის თვითაღიარებებს აქვს ადგილი. თორე სხვა დროს როცა ისინი მარცხდებოდნენ ისინი ამბობდნენ რომ აი გააყალბეს, გაჟონა, რუსული სპეცოპერაცია და ასე შემდეგ. უბრალოდ მათი მარცხის ხარისხი არის იმდენად მაღალი რომ რაღაცა ტიპის მცირე თვითაღიარების აქტებს აქვს ადგილი მათი მხრიდან. აი აღიარება თვითაღიარებაზე როცა საუბრობთ ახლა წინა სტუმართან საუბრობდით კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა სადაც აი ჩვენმა წინა სტუმარმა ოთარ გრიგოლიამ ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება სადაც საუბარია იმაზე რომ ორივე მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისგან მოუწოდებს ანუ ოთარი საუბრობდა იმის შესახებ რომ რადგან აი ასეთი დაშვება დაუშვეს ევროკომისარმა რადგან ესეთი დაშვება დაუშვა ანუ გამოდის რომ მათ უკვე დაინახეს პროცესი რომლიდანაც შეიძლება რაღაცა სხვა წერტილი ავიღოთ ათვლის. თქვენც ესე მიიღეთ ეს განცხადება? მეც ვხედავ რომ დიპლომატიაში აქვს ესეთ ფორმულირებებში უნდა ამოვიკითხოთ ყოველთვის ტრიქონებს შორის უნდა წავიკითხოთ რაზე არის საუბარი და ეს შეიძლება იყოს ის სამომავლო რაღაცაზით გადატვირთვის წერტილი. ყოველ შემთხვევაში მე მაინც სკეპტიციზმი ვინარჩუნებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგია რომ ისეთი ცალსახა ხელის გაშვერა თქვათ ხელისუფლების მიმართ და არაფრის თქმა ოპოზიციის მიმართ ამას არ ქონია ადგილი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ არის საქართველოს მხრიდან თქმა იმისა, რომ კი ჩვენ გვინდა ევროკავშირში, კი ჩვენ გვინდა ჩვენ ვართ ევროპის კულტურის ნაწილი, მაგრამ რაღაც აზრით ჩვენი პირობებითაც, ხო? ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა და არ გვინდა ის, რომ ევროკავშირი აქ იყოს მათრიგერებელი, მასტიმულირებელი რაღაც, თქვათ, ამ პროცესებისა, რაც არის იგივე არის რევოლუციური პროცესები, დემოკრატიაში ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს რეალურად ბოლო 4-5 წელიწადში გადადგა სუვერენული ნაბიჯები, სადაც მან აი დაიჭირა ერთგვარ პოლიტიკური კარტები, რომლითაც შეუძლია მას ევაჭროს უკვე იგივე ევროკავშირი და სხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს. აი ჩვენ რამდენიმე სტუმართან საუბრობთ, მაგრამ არ გვისაუბრია გამორჩა ეთყობა მე, მოდი თქვენ თავისუფლებ ამ თემაზე, რას იზამს და რა არჩევანი აქვს ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. მიიღო ხმების რაღაც პროცენტები და ის თვითმმართველობაში იქნება წარმოდგენილი. ნუ თუ დავაკვირდებით ახლა ხაზარაძეს და სხვების განცხადებებსაც, ალბათ ის და მანამდელ განცხადებებთასაც და საკუთრივ იმას, რომ მათ რაღაც დონეზე აღიარეს ის ფაქტი, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და მათ რეალურად სიები არც აქვს ჩახსნილი, ხო იგივე გახარიას პარტიას. მხოლოდ გახარიას არ აქვს. ხო, გახარიას არ აქვს, ამას ვამბობ, მეორე შემდეგი 12 ნაწილი შეუძლია რომ უკვე რეალურად დაიწყოს საპარლამენტო ცხოვრება. ანუ საკუთრივ ესეც მიანიშნებს, რომ ანუ ისინი არიან ტყვეები, ერთის მხრივ მათი გარე პატრონების, რომლებსაც ჰქონდა დაკვეთა, რომ აი მე ჩვენ ვიხდით ფულს და უკვეთავთ მუსიკას და თქვენ რა შვებით, რავი, რატო ვეღარ დაამხეთ ეს ხელისუფლება ამდენი ხანი? მათი პასუხი აღმოჩნდა ის, რომ მათ რეალურად ციხეში შესვლით, რაც იყო აბსოლუტურად
შეეძლოთ არ შესულიყვნენ, შეეძლოთ მისულიყვნენ კომისიაზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე და ციხეში არ აღმოჩენილიყვნენ, უბრალოდ მათთვის ციხე აღმოჩნდა ერთგვარი თავშესაფარი ამ გარე პატრონებისგან თავდასაცავად, ხოლო ნაწილმა მათგანმა მიიღო ეს არჩევანი ჩემი აზრით ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ მიიღო არჩევანი და ჩემი აზრით ისინი რაღაც სახით მაინც დარჩებიან ამ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს პოლიტიკური ლანდშაფტი გულისხმობს იგივე საკრებულოებში მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში იგივე ხაზარაძის და გახარიას განცხადებებიდან ასე ჩანს. მე არ ვიცი შეიძლება გამომჩა, მაგრამ ასე ვთქვათ, გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებები მე არ მომისმენია. ნუ ახლა სასაცილო იქნება, ახლა როცა პარტია ხა 80% იღებს, რამდენი გააყალბა ოცნება, ახლა ხო რო თქვა ასეთი, ახლა ეგ უკვე სასაცილო იქნება და თან უკვე ეს უკვე ნამღერი სიმღერაა და ამას უკვე არავინ არ მოусმენდა. მით უმეტეს რომ მაშინაც დიდად აჟიოტაჟი წინა არჩევნებზე ამას არ მოყოლია. იგივე შეიძლება ვთქვათ, მაგალითად გახარიას შემთხვევაში, რომ საპარლამენტო მანდატებით გამოყენება მოხდება საბოლოოდ. ნუ წესით, იმიტომ რომ ის ბულინგის მექანიზმი მაინც ეს ბულინგი, რომელსაც ისინი უფრთხობდნენ, მიბმული იყო ამ ესე იგი ადგილობრივ არჩევნებს და როცა ეს ადგილობრივი არჩევნების ეს ქარტეხილები ჩაივლის წესით ამ გაუბედავ პოლიტიკოს, როგორც არის გახარია, უფრო მეტი შანსი ექნება, რომ შეიყვანოს ის პარლამენტში ის 10 თუ 11 კაცია, უბრალოდ მე რიტორიკული კითხვა მიჩნდება, ადამიანი, რომელიც ამ რაღაც ვთქვათ, მოსახლეობის აგრესიული ნაწილის ბულინგს ვერ გადალახავს და არ შედის ამიტომ პარლამენტში, როგორ შეიძლება მას საერთოდ მივანდოთ ხელისუფლების პოსტი, სადაც არა მარტო აგრესიული, ვთქვათ, ადამიანების ლოკალურად, არამედ აგრესიული ქვეყნები დააბულინგებენ და რაღაცებს მოსთხოვენ. მე ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვის სახით. დიდი მადლობა ოთარ ჭულუხაძე იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი.